გამარჯობათ. მოვიდა სეზონი ხალათის წელქვემოთ დავალვის ასე. შილაკი არ გამიკეთებია ხალხი. თემურა და იმის ჯანი. რამდენი თვე მართ არა თვე არა კაცო კაი რამდენიმე კვირაა რაც მაქვს სურვილი იმის რომ ქაღალდ ვიქრწო თავი ვიცი რომ ძალიან დროებითი არის ეს სავარაუდოდ ახლა ჭურჭელს რომ დავრეცხავ მაგ დრომდე გაკაჩავს მაგრამ ფიქრობ რომ ხელთათმანები ჩავიცვა თუ ჩავიცმევ იმიტომ რომ აი ვერ ვიწევ ხა და შორენ დაიცადე აი ეს რაღაცას ვიზავ ხოლმე რა მოკლე ფერჩატკებს ჩავიცმევ თუ რაც აქვია ჯერადები მაგ თუ ჩავიცვი რა მინდა რომ ცოტა ხანი გაკაჩოს რა დღემდე მაინც იმიტომ რომ შილაკი განა არ გაიკეთებ წახვალ გაიკეთებ მაგრამ არ მიძლებს ხა ორჯერ მაქვს ვაკეთებული და ორჯერვე თუ სამჯერ თუ 4ჯერ რა ვიცი. ნუ ეხლა სად პროფესიონალი რო გაგიკეთებს და სად შე რო გაგიკეთებ მაინც. არა რა არ მიძლებს ხანი ისა და მით უმეტეს ეხა იქ სამსახურში ავი არა მგონია იმ ხსნარებით და იმებით ხოლმე არა მგონია რომ გაკაჩოს. ხო და ესე ცოტა ხანი გავიკეთებ ხოლმე დავთქმები მე გამძვრებასადმე და ასე. ეს პერიოდია რაც წვიმები დაიწყო ძალიან დავიღალე სარეცხის დაფენით. გავაციკციკებ, დაიწყებს წვიმა ავყრი, გადავყრი ერთმანეთზე შიგნით, პლოშატკის ქვეშ. გამოვამზე გამოვიტან დავფენ, ავყრეფავ, დავფენ, ავყრეფავ, ერთი პირის სარეცხი შეიძლება 100 ჯერ ავყრებ ხოლმე და დამაწყდა ნერვები, წეღანაც ზუსტად ეგ მომივიდა და ყველაზე მთავარი ის არის რომ ეხლა ირეცხება კიდე თეთრეული. სად დავფინო მეთქი და ხო გახსოვთ რამდენიმე დღის წინ აქ რომ მქონდა გაფენილი თოკზე და ვფიქრობ რომ აქ გავაკეთებ იმიტომ რომ საკმაოდ უბერავს ნიავი და აქეთ იქით პროწიალის ნერვი არ მაქვს. ლოშატკაზე კი მეტეოდა ხოლმე სარეცხი, მაგრამ ეხლა რომ ის გარდირობს რაღაცა გამოვათრია აღარ ეტევ. ვინ არსვის გავახსენდი? ნინო მოვიდა ძალიან კმაყოფილი ცეკვიდან, უკმაყოფილესი. ხო, ეხლა ნენელა წავულენ ჯერ არა, რომელი საათია? 3. ჯერ არა, 2 საათში აქ ბარბარეს. ივანე ძებდა ჩანთას და ნეტასა და მაგ. არა და გავრეცხე. მაშინ იქ ჰქონდა ბულგარეთში. ხო და მომოიტანა გავრეცხე, მაგრამ დავიდე და ვიცი. იქამდე ვიპოვები რა პრობლემა. ესე იგი, წეღან ისა დღეს მარტო ყავაღა უნდა დავლიო, 3 საათი არის რაღაცები შევჭამე, ისეთი რაღაცები რომ წესთან უნდა მეჭამა, მაგრამ კაი, ოკეი. მაგას აღარ ჭამით გადავფარავ თუ სამაგიეროდ აღარ შევჭამ რა ეგეთი რაღაცა, ერთადერთი დღეს მარტო დავლევ ყავას და ეგ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ეს დღეები რაღაცა მეტად წავით მუცნავე, მივხვდი, რომ ეს უკვე ფარხმალის დაყრის ტოლფასია ჩემთვის, ამიტომ გავაღვიძე ისევის მოტივაციის მანანა და დღეს დავამთავრე ამ ყველაფრით. აუცილებლად მივალ იმამდე, რაზეც შანსი არ არის წამიერი თავის დაკარგვა. არ იქნება ის, რომ რავი, ასე ეს 3 კვირის ის მართლა ვატყობ ჩემ თავს, შედეგი არ გავაუბედურო. ხო და ყავა უნდა დამელია და მეთქი კაი ცოტა ხნის მერე დალია, აი 4-ისკენ რაღაცა ეგე დავლევ და დავამთავრებ თქო და სკროლავდი რა TikTok-ზე და ესე იგი, დასკვნა გამოვიტანე 1. ნუ წესით დღეს მომენტალურად დავიჭერ ხოლმე რომ რაღაცა მგონია რომ მძვრება. ვითომ დღეიდან უნდა წესით აიკრძალოს რაღაცეები, რასაც უყურებ ჯერჯერობით ჩვეულებრივ მიდის მათხოვრობა TikTok-ზე. ხო და მეორე კიდე რა?
ლაივები შემხდა და ლაივებს იმართებოდი რა. ვეძებდი ერთი გოგოს უცხოელია. რა არის ბეძინება? ცემენტით მუშაობს და ლაივები აქვს ხოლმე და რაღაცა მასტერკლასები და არ მახსოვდა რა ერქვა და არ მახსოვს რა ქვია. არა და გამოწერილი მაქვს გვერდი და რა ვერ ვნახე რა და ხშირად აქვს ხოლმე ლაივი და რაღაცებს იმაშვება. კი ვერ ვიგებ ეხლა რას ამბობს ინგლისურად ლაპარაკობს, მაგრამ ეხა იქ რო ცემენტი და ქვიშა არის, იმას არ უნდა ინგლისური ცოდნა და რამდენ სურებს და როგორ აკეთებს. ხო და მაგის მოძებნა მინდოდა რა და ლაივებში რო შეხვალ და სწევ, ანუ სკროლავ, მარტო ლაივებს გიგდებს. ესე იგი, სადღაც 10-11 ასკროლვა დიდი შეკრება იყო ხალხის, ანუ 1-6 კაცი ავსკროლე, მერე 7 ავსკროლე, მერე 8 ავსკროლე, მერე 6. ყველას ქონდა ერთი თემა. ზოგი აძაგებდა, ზოგი აქებდა, ზოგს ეცოდებოდა. მეოთხეში ორივე თუ სამივე სტილის ხალხი იყო და ერთმანეთს აგინებდნენ. რო შერატო გეცოდება, შერატო არ გეცოდება და ასე. მოკლედ 1-5 ასკროლვა მარტო ამაზე იყო და აი ერთი კითხვა უნდა დაგისვათ ესეთ ხალხს. ეგიდუნაშვილი სანამ გამოჩნდებოდა, არა, მოიცა. ეგიდუნაშვილამდე რას აკეთებდით ხალხო? იმ საქმეს რატომ მოსწყდით? ნეტო-ნეტი საქმე არა გააკეთა. გებიცები ძალიან ბევრი 24 საათი რო დაგაინტერესდა შეხვიდე 24 საათი არის სტრიმზე, იმიტომ რომ ქეთი ეგიდუნაშვილი ლანძღოს. ზოგი იმისთვის არის რომ უირასაწყალიო, ზოგი იმისთვის არის რომ რავი მოკლედ გებიცები, აი არ ვიცი, ხო კარგად ახართ. მეტი საქმე არა გააკეთა. მე იცი რა მომენტს ველოდები, არ ველოდები რა მომენტში შეიძლება შემეცოდოს. ბევრი მათხოვარია, ვინც მაგაზე მეტად მაღიზიანებს და აღიზიანებს საზოგადოებას. მაგას რავი თავის წარმოსახვები ეხა თურმე კენჭს იყრის პარლამენტში შედის და კაი ეხა რა უნდა ელაპარაკო მაგას. რაღაცა თავისი ისინი აქ ეხა სპეცრაზმი ყავს აკუთარი და ცუდ კომენტარების ავტორებს გერევე რავი დაიგეშებიან და რაღაცა. მე იცი რა მომენტში შემეცოდება, ეხა არც მეცოდება და არც მეჯავრება და არც ის რა უბრალოდ აი თავის თავს აზიანებს ერთ სიტყვით. აი ხალხს რომ მობეზრდება და всё დამთავრდა ქეთის გუგუნი და всё დამთავრდა ქეთის ხანა და აი როგორც დარბაიძე ჩაიქროლე საიჩვილო. სად მიდი? ვინო მიაკ. აი როგორც ესა შოთას და ნაპოლეონის ხანა, ეხლა კი არის, მაგრამ ვიღა აქცევს ყურადღებას. აი ნენელა რომ თავდება ხოლმე რა ხან და ეხლა რომ ის და მოთქვავს და მე აი ეგიდუნაშვილის ხანაც რომ დამთავრდება და დაჯდება და მიხვდება რომ გათელილი და გაუბედურებულია და ეხლა ვერავის ვერ დაადანაშაულებს თავისი ბრალია და რაღაცა მაგრამ აი მე სად მიდიხართ ამდენი ხალხი მე რა უნდა აკეთოთ მესმის ერთხელ ჩაწერო ვიდეო მესმის ერთხელ შეგეცოდოს მესმის ერთხელ მესმის 10-ჯერ დილა არ არის ღამე არ არის გამთენია მოსაღამოებული არაფერი არ არის ერთი და იგივე პიროვნებების ხედან და ვა კარგით არა მე არც უყურებ ახლა ასკროლამ რა არაფერი მაგრამ მართლა მაინტერესებს ეს ქალი რომ მოდაში აღარ იქნება მე სად მიდიხარ არა მე სად მიდიხარ არა მე რა უნდა აკეთოთ მართლა მაინტერესებს მართლა რა ვიცი ეგეთი მასშტაბური არა მგონია რომ ვინმე გამოჩნდეს ჰა ეს კიდე მე ვიდეოს ანუ მასშტაბურად მოიცვა რა მთელი საქართველო მოიცვა ეგიდუნაშვილმა თავისი ცეკვა თამაში თავისი უაზრო გამონათქვამებით თავისი შეცოდებებით თავისი კონცერტებით თავისი აფერისტობებით თავისი ვითომტირილით ეხლა საერთოდ პარლამენტში შედის თურმე და სპეცრაზმი ყავდა მოკლედ ესე მოიცვეს და აი მე ვიღა იქნება ეგეთი რომ ეგეთი მასშტაბური სალაპარაკო თემა გქონდეთ
რამდენი ეგიდუნაშვილი არის, ვინც საკუთარი შვილზე უარი თქვა კაცის გამო და ბევრი რაღაცის გამო. მეტი საქმე არა გაქვთ ხალხო, მართლა არა გაქვთ მეტი საქმე. აი მაგრად მაინტერესებს. ყველაზე ბინძური რა არიცით? გინება არავის არ უყვარს. ამ პერიოდში მით უმეტეს. ვის უნდა უყვირდეს გინება? არც ქალის, არც კაცის, არც ბავშვის და არც მოხუცის და რაღაც. მაგრამ ქალი რო ლაივში ისეთ საზღარ სიტყვებს იტყვის. ვიდეოში ვის ვინ რას უშვებოდა, ვინ ვის რითი რას უშვებოდა, ვინ სად როდის, ვინ სად როდის დაკარგეს ფასი, მოკლედ, გონგიც აღარ აქვს რომ დაკრან ხოლმე. თუ რა სად როდის არის ეგ. ანუ ეხლა იგინებიან ვინ ვის სად როდის, ვინ ვის რა სად როდის, მოკლედ მარტო რა სად როდის აღარ აყოფნით. ვინ ვის რა რამდენი როგორი გაინტერესებთ იმ გადაცემა რო იყო ხოლმე რა სად როდის. ეხლა ბევრი კითხვა აქვს. რა სად როდის, ვინ რამდენჯერ როგორი რანაირი არ მახსოვს. ამას რო ქალი ლაივში ლაპარაკობს, როგორიც არ უნდა მართალი იყოს, როგორიც არ უნდა მართალი იყოს და აი ამ საზიზღრობებს ლაპარაკობს. უბრალოდ სახეს კარგავთ ხალხო, სახეს. იმიტომ რომ თქვენი პირიდან ამოსული სიტყვები საერთოდ არაფერს არ აცვლის და არც გულს არ აქფხანთ რა. როგორ შეიძლება ეხლა მე აი ვიღაცამ გამაბრაზოს. რა ვიცი რა ვიღაცა აი მოვიდა გამაბრაზა, ჯერა თუ მოვიდეს მაინც. და მე თქვენთან მოვიდე და გული მოვიოხო. მე ამის დედის ტუ რო ისხოდეს ახლა აქ. აი მართლა მითხარით, აი ვის ანახლობელი ხართ, ვინც მიცნობთ, ვისაც გააქვთ ჩემთან ურთიერთობა და რაღაცა რა, აი ვისაც არ გინახივართ, მაგაზე კიდე არა. ანუ ვინც მიცნობს, ვისაც შევხვედრი ვარ და რაღაცა, ეთი მითხარით, როგორც არ და მართალი ვიყო. მითხარით თუ ეს ჩემგან მოგეწონებათ და ლამაზი იქნება. ურკაი ველოსიპედებით და დიენ. გზებს აკეთებენ და მეჩვენა ველოსიპედი. ველოსიპედის ფული რამდენჯერაც მოვაგროვე, სხვა რაღაცა გამოჩნდა და აღარ ვიყიდე და ვეღარ ვიყიდე. თუ არა და დიდი სიამოვნებით, გეფიცებ დიდი სიამოვნებით რა. გააკეთონ და იცაგზა ჯერია მკებია. ხო გადახვევა გავაკეთე ეს ველოსიპედებით გაიარეს ბავშვებმა და მაგითო. ხო და აი მითხარით რა. როგორიც არ უნდა მართალი ვიყო, თუ ლამაზი იქნება. გინებაც გინება ხალხი. შენი დედა შენ გენაცვალია მაგათთვის, იმიტომ მაგასა ეგ მოდიდან გადავსული გინება. არა. რა სიძახით? პაპა ჩემი რო ყოველი სიტყვის მერე იგინებოდა და უკვე ყველა მიცოდა რომ ეს შემოგევლე იყო. ანუ კაცი საფლავში ტრიალებს, TikTok-ზე რები ისმის, არ გაუგია. ხუმრობა იქით იყოს და მართლა უკვე სახე დაკარგეთ. მართლა მაგრად მაინტერესებს. ყველაზე მთავარი რა არის? რაიცა და რატო აკეთებენ ახლა გეტყვით? არა, ზოგი ვინც ჩანს, მაგაზი არა მაქვს ლაპარაკი. ზოგი ვინც ლაივში ერთვება და სურათებით არის და ეგრეთ წოდებული რა ქვია იმას კლიჩკებით თუ რავი და ცა ქვია ხო იცით აი ეს რა საკუთარი სახელი ვეღარ ესე იგი ეს კორონა მაისგრამ იყო რა ეს ტელეფონიც კაპუნობს ხალხს და მოიცეთ წამი დავა იმას ვიწავ აჰა ანუ არ არიან სახელი და გვარებით და რაღაცა და არიან დამალულები მან უფრო უადვილდება ანუ მან რა ხდება დამალულად ძალიან კარგი არის რომ აი ვერავინ ვერ მიცნობს მე ვინა ვარ და რა ვთქვი უმეტესობას ძალიან კარგად ცნობენ და ყველამ ძალიან კარგად იციან ეხლა არაფერი არ არის დასამალი და
თითქოს აი დაუოკებელი რაღაცა აქვს ეს სიბინძურეები რო თქვან ეს რო იგინონ უმაღლეს დონეზე რო იგინონ თუ დაბლეს დონეზე რავი როგორ აქვია მაგათ ენაზე გავიცი დამალულები არიან და ანუ ამით იკლავენ იმ ჟინს რა იმ მოთხოვნილებას ამ ბილწ სიტყვაობის იმიტომ რომ სადაც ჩანან Facebook-ზე ვაიმე ძვირფასები შარავანდები და ფრთებით არიან ხო არა ზოგს საერთოდ არ აინტერესებს ჩანს თუ არა ჩანს აი ეს როგორც მე ვლაპარაკობ ისე შეუძლია იგინოს შემოგევლე შემოდი ხა ბევრჯერ არის ხოლმე რომ თუნდაც ეკიდუნაშვილზე თუნდაც დარბაიძეზე თუნდაც რა ვიცი თელაველი თაკო თუ ვიღაცა რო აი ძალიან ნაგლი გოგო რო არის აი უნაგლესი მაგაზე უფრო მეშლება ხოლმე ნერვები ვიდრე ქეთიზე ქეთის ბევრჯერ გამცინებია ეს სულელუ რაღაცას რომ გუშინ წინ უყურებდი რომ ეხლაო დამაცადეთო ეხლა დამირეკეს უკვე მთავრობიდან ეს მართლა მაინტერესებს ეს მთავრობიდან რო ურეკავენ ჩვენ გვაჯერებს თუ თვითონაც აჯერა ეგ მაინტერესებს ხო და ანუ პარლამენტში რომ მოდის და რაღაცა აი მაგაზე მეცინებ აი მაგაზე როგორ გითხრათ რომ გამაღიზიანებელია მეთქი მაგრამ იმ პერიოდში შემეცოდება როდესაც ხალხი დაამთავრებს ამაზე ჩხუბსაც დავასაც დაცვასაც დამთავრდა ახლა სხვა ვიღაცა ვარსკვლავს დაელოდები ხო და საერთოდ არ მაღიზიანებს რაღაც მომენტში ხოლმე არა რაღაცა ძალიან მაგრად მიქარა ბევრი რაღაცა ახალგაზრდა ბავშვს 12 თუ 14 წელს ბავშვს რაღაცა ძალიან საიზღრობა უთხრა და საკმაოდ იწვნია მაგისთვის და მაგაზე მაგრად გავღიზიან და გავბრაზდი მაგრამ აი ეს თელაველი თაკო თუ რაღაცა როა რომ 3 შვილი ყავს თუ 4 შვილი ყავს ერთმა გაუზარდოს ის მაგრამ ანუ თან ხომ ვერ დაამთხვია რომ ყველა ერთისა იყოს ერთი მამისა არა რაღაცა საოცრება არის და თან გავალდებული თან ვიღაცა რო ჩაურიცხავს ფულს და ეტყვის რომ აი ეს ფული არის იმიტომ რომ შენ შვილებს უყიდო ტანსაცმელი მე ეჩხუბება კაცო შენ რო ჩამირიცხე ვინ გეკითხება ვერას გავაკეთე არ ვიცი ერთი ის რა რომ აი ხახნო TikTok-ი ხო ბევრჯერ შემიდარებია YouTube-ს და ბევრჯერ მithქვია რომ აი TikTok-ი ძალიან განსხვავებული პლატფორმა და ძალიან ბინძურია. მაგრამ რა დავფიქრდეთ? ბინძური საერთოდ არ არის. ჩვენ დავაბინძურეთ. ბინძურებმა. ჩვენი საქციელებით, ჩვენი კომენტარებით, ჩვენი საზღარი რაღაცებით, იმიტომ რომ TikTok-ი ცდილობს რომ რაღაცა გამოასწოროს, გაამკაცროს წესები და რავი, ალბათ დაიხვეწება ოდესმე. მაგრამ ჩვენ რა გვეშველება? თქვენ რა გეშველებათ? თქვენ რა იმათ? იმიტომ რომ YouTube-ზე ვერ შეძლებენ ისე მათ ხორობას, როგორც TikTok-ზე. არა, YouTube-ზეც გიყვარდეს, ეხლა კარგად იცით ეხლა YouTube-ზეც რაც ხდება. მაგრამ აი ის რაც იქ ხდება, აქ არ ხდება. იცი რატო? TikTok-ზე შემიძლია 100 ლაივი ჩავრთა და სიტყვაზე $100-მდე რომ მივიდე გამომუშავებით, გამოვიტანო. თქვენ კარგად იცით YouTube-ზე 8 თვე ვიწვალე, ეს მონეტიზაცია არ არის ადვილი საქმე. მონეტიზაციამდე რომ მიგიყვანოს Google-მა. რო აი პირველი ვიდეოდან და პირველი განაცხადიდან, არხის შექმნიდან მონეტიზაციამდე ძალიან ბევრი გზაა და ძალიან დიდი გზა და ბევრჯერ მithქვია რომ ცოდნოდა რომ მასე ვიზა, მასეთი რაღაც მელოდებოდა მეთქი წინ. შეიძლება უკან დამეხია, იმიტომ რომ არ ამქონა მაგისი ნერვი. მაგრამ რადგან უკვე მისული ვიყავი და მოდი ესეც გავედი ბოლომდე. კაიხანი არაფერი არ შეცვლილა და რაღაცა, თუმცა 1-2 წლის წინ იყო რომ რაღაცა განცხადება ამერიკის რაღაცა განცხადება გაგვაახლები. ხო და ადვილი არ არის და YouTube-ზე და მაგიტო ვამბობ. იმ დონემდე მისვლა რომ უკვე ფულის გამომუშავება დაიწყოს და TikTok-ი მაგიტო იყო ადვილი და აი მაგასაც თუ გაამკაცრებს ეს სამათხოვრო წრე წავა. ადრე 1000 გამომწერი იყო იმისთვის საჭირო რომ ლაივში გასულიყო. ეხა 200 საკმარისია TikTok-ზე. და უმრავლესობა, აი დააკვირდით, უმრავლესობა ვინც მივიდა 200 თუ 300 გამომწერამდე,
საიდან ის იმიტომ რომ აი ტელეფონში სხვა აკაუნთი მაქვს და ამას წინათ ვნახე რომ 200 რაღაცა გამომწერი მყავს TikTok-ზე და ამ აკაუნთზე და ისა მომცა უფლება ლაივში გასვლის მაგედან ვიცი თორე ამ ტელეფონში 1000-ზე ვიყავ და მაშინ გავედი ლაივში ესე იგი საკმარისია იმ რაიმამდე მივიდნენ და რა ქვია გადალახონ ის გამომწერთა რაოდენობა პირდაპირ ანგარიშის რომელიც თხლაპან სახეზე კნესა რაც უფრო ტანჯულ სახეს მიიღებენ ძალიან ბევრი არის სამწუხაროდ საქართველოში დასახმარებელი ადამიანი ვისაც უჭირს ვისაც ჯანმრთელობა უჭირს ვისაც შვილის ჯანმრთელობა უჭირს და ყველანაირი ხერხს რომ იმართავენ რომ თითო კაპიკი იშოვონ მე მაგაზე არ ვლაპარაკობ იმიტომ რომ ბევრი არის ადამიანი რომელსაც შვილი ელემენტარული კომაში ყავდა უბრალოდ ითხოვს იმის ხალხის დახმარებას თითო კაპიკს რომ გადაიხადოს საწოლის ქირა იქ ჟანგბადის რაღაც ანუ ქირით მაგას ეგ მე მაგას გავამართე ყველანაირ სიტუაციაში გავამართე TikTok-ი კი არა ქუჩაში რო ჩამოიაროს შვილის გამო დედა ყველაფერი გაემართლება ნუ ყველაფერში იმას არ გულისხმობ ხა რაც თქვენ გაიგეთ რა ანუ ბევრი რაღაცა არ გაემართლება კი მაგრამ ამაზე არ მაქვს ლაპარაკი რამ TikTok სად ვინც ითხოვს ესე ფულს არ ითხოვს ითხოვს და თხოვლობს კიდე ძალიან დიდი სხვაობა ჯერ ის ხო არაძლევენ ხოლმე ასეთ დედებს უფლებას რომ რატო ხარ TikTok-ში მიდიქალო მიხედე შვილს და ანუ რა მიხედო უნდა გამოცვლილია სუფთად არის შეერთებულია საკვებზეც აი სხვა რა მიხედოს და ცდილობს თუნდაც ელემენტარული დაჭდეს და 1-2 სიტყვა უბრალოდ დაილაპარაკოს უბრალოდ საბადმყოფოდან უნდა რომ თუნდაც 10-15 წუთი იყოს კარგად და ვიღაცამ ტკბილი სიტყვა უთხრას აი მაგასაც კი არაძლევენ ხოლმე უფლებას მე ესეთ ხალხზე არ მოვ ესეთ დედებზე ძალიან სამწუხაროდ ძალიან ბევრი ხართ სამწუხაროდ და თქვენ არ გეხებათ ეს ვიდეო იმიტომ რომ შვილის გამო კაცმა არის ის ვინდაზია წამსვლელი ასე რომ რა ვიცი მართლა რა გეშველებათ ვინც ეგიდუნა შვილზე ააგეთ არხები და ასე შემდეგ წავედი ხდა გეშტობებით მოვა ვიდეომდე აბაჰი კარგად